მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერდი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატა. მინდა ესეთი რამ თქვა, უბრალოდ არ მინდა, რომ სახელი და გვარები დავასახელო იმ ადამიანების, იმიტომ რომ მაინც შეიძლება არ სურდეთ, თუმცა იყავით ყურადღებით, მოგივათ YouTube-ის შეტყობინებაში, თქვენივე კომენტარზე ჩემი პასუხი. რამდენიმე ადამიანს მინდა გავუკეთოთ უბრალოდ საჩუქრის სახით გაშლა იმ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, რაც ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის და სჭირდებათ რაღაცა პასუხების მიღება და ეს იქნება პირადი დიაგნოსტიკა მათთვის. ასე რომ იყავით ყურადღებით, არ ვიცი, ეს შერჩევა არ იქნება რაღაცა ისეთი კონკრეტულად ამ ადამიანს და თქვათ მეორე უბრალოდ ვინც ჩემს ვიდეოებზე აკეთებთ ხშირ კომენტარებს იმ ადამიანებს ნელ-ნელა მინდა რომ ყველას გავუკეთო რაღაცა პატარ-პატარა საჩუქრები ყოველი შემთხვევისთვის რაღაცა ესე გეგმავ. ასე რომ დღეს მინდა ახლა გავაკეთო გაშლა პარტნიორულ ურთიერთობაზე თქვენ და ის როგორ ახდება და რა განვითარება ექნება თქვენს ურთიერთობას. მოკეთ, მოდით ნახოთ თქვენი ენერგიები ახლა ამ ეტაპზე რა ენერგიებში ხართ. თქვენ ძალიან ბევრს შრომობთ, ძალიან ბევრს ცდილობთ, თითქოს როგორი მომენტი ესეთი იმდენი პასუხისმგებლობა გაქვთ და იმდენი ვიღაც ყავთ ზურგს უკან სარჩენი, რომ მთელი თქვენი ენერგიები არის ძირითადად გადასული შრომასთან დაკავშირებით, ხო? მაქსიმალურად ცდილობთ, რომ თავი დაიცვათ მისგან თავი დაიცვათ რაღაცა მატერიალური პრობლემებისგან, სულიერი პრობლემებისგან. ნახეთ, როგორი მომენტია თქვენი ენერგიებში, აი ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ იშრომოთ, არ ჩავარდეთ, არ იფიქროთ, თქვა თქვენს ცხოვრებაში თუ რაღაცა ისეთი პირადულ ურთიერთობებზეა ხო სიტუაცია. ცდილობთ, რომ არ ჩაეშვათ რაღაცა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში და რაღაც ბევრი არ იფიქროთ და არ ინერვიულოთ, ამიტომ გადასული ხართ მაქსიმალურად შრომაში, ხო, მაქსიმალურად თავდაცვაში იმისი, რომ თქვენ ცხოვრება არ ჩამოვარდეს იმ საფეხურიდან, რა საფეხურზეც ხართ ახლა ამ ეტაპზე, ხო, მაქსიმალურად ცდილობთ, რომ თავი ხელში აიყვანოთ და აკონტროლოთ ყველაფერი ის, რაც თქვენს გარშემო ხდება. კარგით, მოდით ვნახოთ. პარტნიორი რა ენერგიებში არის? სხვათა შორის იცით როგორ ენერგიებში არის ეს პარტნიორი? რაღაც მე ესე ვიტყოდი, რომ თითქოს ეს პარტნიორი, არ ვიცი, ნახოთ მე რა ხდება თქვენ შორის, მაგრამ ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი რატომღაც შეიძლება წარსულთან დაბრუნდა, შეიძლება რაღაცა ცდილობს, რომ გადახედოს სხვა სიტუაციებს. ამ ეტაპზე თქვენ შორის, ხაი, მისი ენერგიები არის რაღაცა გაჩერებული, დაპაუზებული, რაღაც ცდილობს, რომ შეიძლება ითქვას რაღაც მომენტში ის მომენტიც, რომ ადამიანზე ცოტა ესე კეთილის სურვილებით ნარჩევი მდგომარეობის ქვეშ არის, სადაც აი ვიღაცამ რაღაცა ურჩია და ადამიანი უბრალოდ დაპაუზდა, ხო, თქვენთან მიმართებაში, თქვათ, ან თავის ცხოვრების გადახედვა დაიწყო, ან რაღაცა ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაშია იმ მხრივ, რომ არ ვიცი რატომ მომდის ეს ენერგია, მაგრამ სადღაც უკან უნდა დაბრუნება, რაღაცა წარსულში უნდა დაბრუნება. მოდით ვნახოთ ეს წარსული მე სად უნდა დაბრუნება ამ ადამიანს, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულად რა ხდება თქვენ შორის, ეს ვნახოთ ჯერ. ხო, ნუ თქვენი ურთიერთობა არის გასული, არის წასული, არის დასრულებული, არის დამთავრებული, შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა ნაპირზე ხართ მდინარის. ნუ შესაძლებელია, რომ აქ იყოს ის მომენტი, რომ თქვენთან დაბრუნებაც უნდოდეს, ხო, ამ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში თქვენ შორის ამ ეტაპზე აშკარად არ არის ურთიერთობა, არ არის კომუნიკაცია და არ არის ის ენერგიები, რაც უნდა გქონდეთ, ხო? ნახეთ, თქვენც ისეთ ენერგიებში ხართ, რომ აი რაღაცას ცდილობთ, რომ დაივიწყოთ რაღაცა, დაფაროთ რაღაცა თქვენი ნერვიულობა თუ სტრესი შეზღუდოთ, ხო? რაღაცა გადაეშვით სამუშაოზე. ნუ აი ესეთი სიტუაცია გამოვიდა. კარგით, მოდით ვნახოთ აბა
სად უნდა ამ ადამიანს დაბრუნება, რას ამბობს, ანუ რასთან დაკავშირებით არის სად უნდა დაბრუნება. ისეთ რა არის ამ ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ დაბრუნება უნდა იმ სიტუაციამდე, ნახეთ, სადაც არასწორი ქმედება გააკეთა და რაღაც არასწორი არჩევანი გააკეთა, ხო? მაგრამ აქვს ძალიან დიდი შიშები, ხო? ის მომენტი, იმ მომენტთან უნდა დაბრუნება, სადაც უბრალოდ ადამიანი გაურკვევლობაში მოყვა, თავისივე თავის გაურკვევლობაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნახეთ რაღაცა გზაზე რომ მიდიოდა, თქვათ გზაგასაყარზე მარჯვენა წასულიყო თუ მარცხნივ და აირჩია თქვათ მარცხენა მხარე, აღმოჩნდა რომ ეს მარცხენა მხარე არ იყო სწორი არჩევანი და ეხლა უნდა რომ დაბრუნდეს ისევ იმ გზაგასაყარზე რომ იქნებ მოახერხოს და მარჯვნივ წავიდეს, ხო, რაღაცა აი ეს მომენტი აქვს ამ ადამიანს. აი დაბრუნება უნდა, ნახეთ, კონკრეტულად შეიძლება თქვენთან კი არა, აი უბრალოდ იმ გადაწყვეტილება, აი არასწორი გადაწყვეტილება რომ მიიღო, აი იმ სიტუაციამდე უნდა დაბრუნება. კარგით, მოდით ნახავთ, თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს ეს ადამიანი, თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს ეს ადამიანი, რომ ყველაფერი დასრულდა, რომ ყველაფერი დაინგრა, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია არის, რომ აი თქვენთან მიმართებაში ფიქრობს იმას, რომ შანსი აღარ არის არაფრის, თქვენც აღარ მიიღებთ ამ ადამიანს, გირჩევნიათ რაღაცა თქვენთვის ჩაიკეტეთ, აღარანაირი საშუალება არ აქვს ამ ადამიანს, რომ თქვენზე ინფორმაციაც კი მიიღოს, თითქოს აი ეს რაღაცა მომენტი არის, თითქოს თქვენ ყველა გზა და ყველა კარები დახურეთ, ხო? ანუ აქ რას ფიქრობს ახლა კოშკი, განდეგილი, 10-იან ხმალი, ანუ ნახეთ, ადამიანი ფიქრობს იმას, რომ всё, ყველაფერი დასრულდა. შესაბამისად, აი ნახეთ, ზუსტად ეს მომენტიც თქვა, დაბრუნება იქ კი არ უნდა თქვათ თქვენთან, არა, უბრალოდ არასწორი ქმედება, სადაც აი რაღაცა მის ცხოვრებაში შეიძლება ისე განვითარდა ყველაფერი, რომ ნუ ყოველ შემთხვევაში იმ წერტილამდე მაინც დამაბრუნა, საიდანაც არასწორად წავიდა ყველაფერი, ხო? და ნუ მერე რაღაცა თავიდან დავიწყებ სწორად წაყვანა. შეიძლება ეს მომენტი გქონდეს. თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი ნამდვილად ფიქრობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველაფერი დასრულებული, ანუ აბსოლუტურად არაფრის განახლება შეიძლება არ მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ემოციების მდგომარეობა არის, ხო, რაღაცა ვთქვათ, ეს ემოციები აი შეიძლება ითქვას ცოტა სინანულის ემოციების მომენტი იყოს, რომ აი რა მინდოდა, ხო, რაღაცა რატო მოვიქეცი ეს, მაგრამ როგორც ასეთი რომ რაღაც აქტიურად ფიქრობს იმასთან მიმართებაში, რომ რამე მიმოქმედოს, რაღაც ჯერჯერობით არ ჩანს ფიქრში ყოველ შემთხვევაში. უფრო თვლის, რომ მოდით ესე ვიკითხოთ, სწორად თვლის, რომ ყველაფერი დასრულდა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო? ნახეთ, ვერ ვიტყვი, რომ თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ რატომღაც ამბობს იმას, რომ სხვა გზა არ ქონდა, ვერ მოახერხა ის, რომ რაღაცა დაეფარა და დაემალა. ანუ შესაძლებელია აქ ადამიანმა რაღაც ისეთი ტყუილიც თქვა, რომელიც თქვენთვის გაიხსნა, მერე უკვე აღარ მოგინდათ, ხო, ამ ადამიანთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ ნუ რაღაცა ტყუილზე აწყობილი ურთიერთობა არ არის ასე. ვერ გეტყვით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სწორად მოიქცა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, იმიტომ რომ აქ ყველაფერს ფარდა ძალიან მარტივად აეხადა და ვერ შეძლო თავისი ქმედებების დაფარვა, დამალვა და ნუ რაღაცა შეიძლება ვთქვათ, რაღაცა ურთიერთობაც ჰქონდა, რომელთანაც ნუ უბრალოდ რაღაცა ერთჯერადი ჰქონდა, მაგრამ ნუ რაღაცა ძალიან ცუდად შემოტრიალდა, ხო? ამ ადამიანისთვის. მოდით ესე კონკრეტულად ვკითხოთ. რა სურვილი აქვს თქვენთან მიმართებაში, ხო? აი რა ქმედება უნდა თქვენთან მიმართებაში საერთოდ? რა სურვილები აქვს? ნახეთ, მისი სურვილები თქვენთან ურთიერთობაში არის ის, რომ იყოს ბედნიერი, იყოს ემოციური, იყოს ლაღი, იყოს წარმატებული, ხო? მას უნდა რომ დაიბრუნოს ის ენერგიები და ის მომენტი. კონდეთ ისევ აღადგინოს მიმოწერა, აღადგინოს ურთიერთობა, ხო, თავის მიზნები, რომელიც
თქვათ აქამდე შეიძლება ითქვას, რომ თქვენთან ერთად ასრულებ და დაიბრუნოს ის მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი ხდება. იყოს გამარჯვებული, ურთიერთობა თქვენთან მიმართებაში რა სურვილებ აქვს, რომ უნდა რომ დააბრუნოს ყველაფერი ის ემოციები, ის ბედნიერება, ის ურთიერთობა, ის ენერგიები, რომელიც ქონდა თქვენგან, ქონდა თქვენი წყალობით და ეს ადამიანი თulis რომ რაღაცა მაქსიმალურად შეიძლება მიუხედავად იმისა რომ ცოტა საშიშია იქ და ესე მარტივად ვერ დაბრუნდება და თქვენ იმდენად ჩაკეტილი ხართ ამ ადამიანზე რომ მაინც ფიქრობს რომ დაგიბრუნებთ რაღაცა ეს მომენტიც აქვს რომ რაღაც დალაპარაკებაზე მაინც გაგიყვანოთ რაღაცა საუბარი მაინც შედგეს თქვენი ურთიერთობის რომ რაღაცა გაარკვიოს იმიტომ რომ ლაშკარად ეს სურვილები თქვენთან მიმართებაში და ქმედება ნამდვილად უნდა რომ რაღაცა იმოქმედოს სათავისოდ როგორც ჩანს მაინც ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ თქვენ უკვე ძალიან ჩაკეტილი ხართ და ალბათ უფრო თვითონ გრძნობთ თავს იმდენად ცუდად რომ და გაჩერებულ მდგომარეობაში და იმდენად შიშებში და ტკივილებში რომ უნდა რომ განაახლოს, ანუ ალბათ თქვენ დაეხმარებოდით თუნდაც იმ ადგილამდე დაბრუნებაში, ხო? კარგით, ნახოთ კონკრეტულად რა ქმედება ექნება უახლოეს პერიოდში ამ ადამიანს კონკრეტულად. კონკრეტულად ქმედება ნამდვილად ექნება, მაგრამ ეს ქმედებაც ექნება ისეთ როგორი აი ესე ვიტყოდი რომ ადამიანი ეცდება ყველაფერი გააკეთოს, მაინც თავის თვითონ როგორც ჩათვლის საჭირო, თვითონ როგორც მოუნდება, თვითონ აი თავის თავზე ძალიან აი შეიძლება ითქვას რომ რაღაც ისეთი манипуляციებით ჩაატაროს რომ თქვენ იქეთ გაგიყვანოთ კონტაქტზე რომ რა გინდა რა შემაწუხე რატო იჭრები ამ ჩემს სივრცეში თუ წახვედი წადი ხო შემეში დამანებე თავი და მიხედე შენ ცხოვრებას რაღაცა გააგზავნე ექნება ამ ადამიანს სხვათა შორის ქმედება შესაძლებელია ხო ვიღაცა ვინც ელოდება და უნდა რომ დაბრუნდეს ის მომენტიც იყოს რომ ადამიანმა ცა შემოგთავაზოთ ცოტა უფრო სტაბილური ურთიერთობა, სტაბილური მდგომარეობა და გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯები ხო? მთავარია ეს ადამიანი განთავისუფლდეს აი რაღაცა დაბრკოლებებისგან, რომელიც მას აქვს ხო თუ ადამიანს რაღაცა მომენტში თქვათ მიგატოვა და ცოლი შეირთო ხო ნუ ეხა ეგრე მარტივი ვერ იქნება მოსვლა და რაღაცის ყოველ შემთხვევაში უნდა დაასრულოს აი ამ ადამიანს ექნება რაღაცა ისეთი ქმედებები რომელიც დაგანახებთ რომ მოქმედებას აკეთებს თქვენი მისამართით ხო რაღაცნაირად ცდილობს რომ თქვენამდე მოვიდეს მოიტანოს სწორი ინფორმაცია ოღონდ ნუ ეხა ეს სწორი ინფორმაცია იყოს თქვენთვის რომ კლავ რაღაცა გაუგებრობაში არ ამოყოთ ხო თავი. მოდით ნახოთ აბა როგორ ფიქრობს სამყარო თქვენს ურთიერთობას, როგორ ხედავს უბრალოდ თქვენს ურთიერთობას. ესეთ რა არის ნახეთ, აქ სამკუთხედი სიტუაცია იქნება, როგორც ჩანს სამკუთხედი სიტუაციის მდგომარეობა მაინც ამოისახა, აქ ყოველთვის იქნება ვიღაცა თქვენს ურთიერთობაში სამყარო ხედავს, რომ აქ არის სიტუაციები, როდესაც პერიოდულობით მაინც გამოჩნდება ვიღაცა, ხო, პერიოდულობით მაინც ექნება ამ ადამიანს რაღაცა გასვლები, ესე რომ ვთქვათ, პერიოდულად ექნება სიტუაციები, სადაც თქვენი ურთიერთობა აირევა და ცოტა ილუზიურად ხედავს თქვენს ურთიერთობას, რო გითხრათ, რომ რაღაც ესეთი ძალიან მკაფიო მომენტით ხედავს, არა, აქ გექნებათ თქვენ და ნახეთ როგორი სიტუაცია შეიძლება ორივე ერთნაირი ხასიათის მომენტიც გაქვთ და თქვათ რომელი უფრო აჯობებდა ვერ ნახეთ ვერ ხერხდება
აქ ის მომენტი, რომ ან ერთმა აჯობოთ, ან მეორემ და სულ უნდა გქონდეთ სამყაროს თვალით დანახული, სულ უნდა გქონდეთ რაღაცა გაურკვეველი სიტუაციები, სულ უნდა არსებობდეს ვიღაცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი თქვენს ურთიერთობაში, სულ უნდა გქონდეთ მდგომარეობა, სადაც ერთმანეთს დაუმტკიცებთ, რომელი უფრო ძლიერია, რომელი უფრო წამყვანია, რომელი უფრო მეტს აკეთებს ურთიერთობისთვის, რომ რო გითხრათ, რომ სამყარო ნამდვილად ხედავს თქვენს ურთიერთობას, თქო, ცოტა არ იყოს და მიჭერს ამის თქმა ნამდვილად. თუმცა, აშკარად დავერხეთ. ხო, აქ ფიზიკურად შეიძლება კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აქ სხვა ადამიანიც არსებობს, შეიძლება ცოლი არის, კონკრეტულად მეუღლე არის და აქ არის სხვა პასუხისმგებლობები, სხვა მიჯაჭვულობები, სხვა შიშები, სხვა დანაკარგები, კი, შეიძლება უნდა თქვენთან ის რაღაცა ემოციების დაბრუნება, მაგრამ აქ ცოტა ადამიანს უნდოდა რომ დაფარული ყოფილიყო, შეიძლება ის მდგომარეობაც რომ მას ყავდა სხვა სიტუაცია, ან მქონდა სხვა მდგომარეობა და რაღაცა გაიხსნა ხო ეს სიტუაცია. მოკლედ ესეთი გამოვიდა ეს გაშლა დღევანდელი, არც ვის გამოადგება ინფორმაციულად, მაგრამ იმედია ვინმე ვეხმარები ასე თუ ისე ცოტა გაერკვიან სიტუაციაში. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, სიყვარულს თითოეულ თქვენთაგანს და დროებით.